33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა მდინარე გუმისთასთან საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამავდროულად საამაყო ფურცელი დაიწერა. დღეს გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანთა სამსახურის წევრები და ის მებრძოლები შეიკრიბნენ, ვინც 1993-ის მარტის სისხლიან დღეებს ცოცხალი გადაურჩა. მათ გვირგვინებით შეამკეს დაღუპული თანამებრძოლების მემორიალი, ხსოვნა იმ ადამიანებისა, ვინც სოხუმისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი სიცოცხლით ცოცხალ ფარად აღიმართა. ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს და მოახერხეს მტრის შეკავება და შემდგომ უკუგდება, თუმცა ეს რა თქმა უნდა არაერთი ვაჟკაცის სიცოცხლეთ დაუჯდა საქართველოს. დღეს ჩვენ მოვედით კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად მათი სულებისთვის და გვჯერა რომ მათი მსხვერპლი, მათი გაღებული სიცოცხლე საბოლოო ჯამში იქნება გამარჯვების მომტანი მშვიდობიანი გზით. აფხაზეთის ომის ქრონიკებში გუმისთის თავდაცვა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული გამარჯვებაა. 1993 წლის 15-16 მარტს სეპარატისტებისა და რუსული შენაერთების ფართო მასშტაბიან შეტევას ქართულმა მხარემ გამანადგურებელი პასუხი გასცა. მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების, დაქირავებული ბოევიკებისა და რუსული სადესანტო შენაერთების იერიში ქართულმა სულისკვეთებამ შეაჩერა. 8 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე გამართულ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ქართულმა არტილერისტებმა თქვეს, მტერმა გამანადგურებელი დარტყმა მიიღო. ეს არ იყო მხოლოდ სამხედრო წარმატება, ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. მაშინ ქართულთა ერთიანობამ და თავგანწირვამ მტერ სოხუმის აღების შესაძლებლობა არ მისცა. ჩვენმა აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ ყველას ანახა ის, რომ რა შეუძლია ქვეყნისთვის თავდადება, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას, იმიტომ რომ გაცილებით აღმატებული მოწინააღმდეგე უტევდა სოხუმს და ფაქტობრივად 16 მარტს მოხდა სოხუმზე რუსების მიერ დაგეგმილი გენერალური შეტევის ჩავარდნა. ქეთს ვიხრი ყველა იმ მებრძოლის და გმირის წინაშე, ვინც სახე შეუნარჩუნა ჩვენ ქვეყანას მაშინაც და იმის შემდგომაც. შეგვეძლო რაღაც უფრო მეტი გაგიკეთებია 16 მარტში, მაგრამ იმის უფლებას არ მოგცეს, რომ წინ წავსულიყავით. რაც შეიძლება და გავაკეთეთ. იმ დღეს სოხუმი დავიცავით. არავის არ ენახა ამისთანა დაბომბვა, ამისთანა ცეცხლი, რომელიც 16 მარტში იყო ამ ომში და არ დაიბნენ ბიჭები, დადგნენ და მოვიგერიეთ მტერი. გუმისთის ბრძოლა იმ დიდი თავგანწირვის ისტორიაა, რომელმაც მაშინ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეს არის დღე, როდესაც თითოეული მებრძოლის სიმტკიცემ და ერთიანობამ მტერი აიძულა უკან დაეხია და სოხუმი კიდევ ერთხელ გადარჩენილიყო.